ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ დავა გრძელდება აკადემიის დამფუძნებლის და ინვესტორთან მიმდინარე დავასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა სკოლის იურისტმა, რომელიც სკოლის საქართველოს განათლების ჯგუფთან მიმდინარე სამართლებრივი დავის და მწვავე კონფლიქტში გადაზრდილ დაპირისპირებას ეხებოდა. იურისტის განცხადებით, საქართველოს განათლების ჯგუფი მის უკან მდგარი ჯორჯიან კაპიტალი არაკეთილსინდისიერი და საეჭვო მეთოდებით ცდილობენ სკოლის ადმინისტრაციული მმართველობის ხელში ჩაგდებას. ასევე იურისტის განცხადებით 12 თებერვალს შაშლილი კრების მიუხედავად, სადაც ახალი დირექტორის დანიშვნაზე უნდა ემშელოთ, საქართველოს განათლების ჯგუფმა მაინც დაარეგისტრირა ახალი დირექტორი. გავრცელებული ინფორმაციით თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ნათია ჯანაშიამ 23 თებერვალს მოსწავლეების მშობლებს სკოლაში არსებული მდგომარეობის ამსახველი წერილები გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ მოსწავლეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე 24 თებერვალს სასწავლო პროცესი არ ჩატარდებოდა. აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით აკადემიის იურისტმა განაცხადა, რომ ჯანაშიამ დაძაბული სიტუაციიდან გამომდინარე მოსწავლეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იმშელა. იზრუნა საქართველოს განათლების ჯგუფი ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა. საქართველოს განათლების ჯგუფი, რომლის უკანაც დგას ირაკლი კილაური, ცდილობს ასეთი ძალმომრეობითი გზით, არასამართლებრივი გზით სკოლის საგანმანათლებლო დაწესებულების მიტაცებას, სამწუხაროდ სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით ეს ჯგუფი ცდილობს არაკეთილსინდისიერი მიზნების მიღწევა სკოლასთან მიმართებაში. თუნდაც მცირე დისკომფორტი მოსწავლეებისთვის არ შეიქმნას და ისინი თქვა რაღაცნაირად არ დაიძაბონ, ან შეშინდნენ ერთი დღე ალბათ უპრიანი იქნებოდა, სანამ სიტუაცია იმედია გაირკვევა და დაალაგდება და გაგრძელდება დავა კი ბატონო, მანამდე ალბათ ჯობდა რომ გარკვეული გართულებებისგან, რომელიც შეიძლება მოხდეს, ან შეიძლება არ მოხდეს, თავი შეგვეკავებინა. საქართველოს განათლების ჯგუფის შეფასებით პარტნიორებს შორის დავაში ჯანაშია სრულიად მიუღებელ ფორმებს იყენებს. ამ დრომდე ის ცდილობდა სკოლის პერსონალის მოსწავლეების და მათი მშობლების დავაში მხარეთ ჩართვას და მათზე ზეწოლის მოხდენას, რაც სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია. დღეს კი ის ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებით. ნათია ჯანაშიას განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და ცდილობს მიზანმიმართულად შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. სინამდვილეში 12 თებერვალს სკოლის შენობაში ჩატარდა პარტნიორთა კრება. კრების მიმდინარეობის შესახებ არსებობს სრული ვიდეო ჩანაწერიც, სადაც გადაწყდა ნათია ჯანაშიას გათავისუფლება დირექტორის პოზიციიდან. სისრუეა, რომ კრება ჩაიშალა, რადგან კრებას ესწრებოდა 70%-ის მფლობელი პარტნიორი, რაც სამართლებრივად ნიშნავს, რომ არის კვორუმი. ამის შემდგომ ნათია ჯანაშიამ სრულად წარადგინა საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია, რასაც ის ფლობდა. მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ რეგისტრაცია სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჯარო რეესტრმა არა როგორც ნათია ჯანაშიას იურისტი განმარტავს, შეცდომით არამედ განხილვის, მათ შორის ნათია ჯანაშიას განცხადების განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გათავისუფლების რეგისტრაციის შესახებ. საქართველოს განათლების ჯგუფის შეფასებით დავა არის სამართლებრივი პროცესი და ისე უნდა დასრულდეს, რომ სკოლის, მისი პერსონალის და მოსწავლეების ინტერესი იყოს ხელშეუხებელი.